მოგესალმებით, ეს 20-30-ია, მე მაკაცინცაძე ვარ. 13 ივნისის ტრაგედიიდან 6 დღის შემდეგ მთავრობა ვერესხეობის ხელახალ დაგეგმარებაზე იწყებს მსჯელობას და სპეციალურ კომისიას ქმნის. კომისია კომისიისთვის თუ კომისია კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება მის მიერვე შექმნილი ჯგუფის წევრების მოსაზრებებს. რა გზას აირჩევს და ვინ როგორ ხედავს ვერესხეობის მომავალს. დღეს 20-30 შეკითხვებს სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრები, არქიტექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე დიმიტრი მოსულიშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე და წყალმეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი გივი გავარდაშვილი უპასუხებენ. მანამდე კი კითხვა, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო აქტუალური ხდება. შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის მასშტაბების შემცირება. როდის განხორციელდა 112-ში პირველი ზარი, როდის გავიდნენ სამაშველო სამსახურები დასახმარებლად, ოპერატიულად შეიკრიბა თუ არა საგანგებო შტაბი. ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას ნათია თოიძე რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა. ნათია, პირდაპირ ეთერში ხარ, მოგესალმები და გისმენთ. საღამო მშვიდობისა გეთანხმებით სტიქიური უბედურებიდან 6 დღის შემდეგ კითხვები გაცილებით მეტია ვიდრე პასუხები. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად საგანგებო შტაბი სტიქიის ღამე შეიკრიბა 14 ივნის 00 საათსა და 20 წუთზე და მათ დაიწყეს რეაგირება. ამ შტაბში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ შტაბმა იმ ღამეს შეუძლებელი შეძლო. მოქალაქეები, რა თქმა უნდა, მათ ეთანხმებიან და მადლობას უხდიან მაშველებსაც და პოლიციელებსაც, თუმცა მათ მაინც აქვთ კითხვები. მაგალითად, რატომ ვერ ახერხებდნენ დროულად 112-ში დარეკვას, ან თუ ახერხებდნენ, რატომ ვერ ახერხებდნენ დროულად პასუხების მიღებას, ან რატომ არ დაიკეტა მაგისტრალები მას შემდეგ, რაც წყლის დონემ დასაშვებზე მეტ სიმაღლეს მიაღწია. ეს არის კითხვები, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ და კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ეს ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალობას არ კარგავს, ეს არის საკითხი, რომელ საათზე ჩამოწვა მეწყერი წყნეთში და იყო თუ არა ის გამომწვევი იმ სტიქიური უბედურებისა, რაც თბილისში მივიღეთ. მოდით ვნახოთ რეპორტაჟი, რა ხდებოდა ქრონოლოგიურად სტიქიის ღამეს, რას ყვებიან თვითმხილველები და ექსპერტები. 13 ივნისი 22 საათიდან 07 წუთი, სწორედ ამ დროს წყნეთიდან 112-ში ზარი შევიდა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, ისინი ამბობდნენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე წყალი შევარდა. ეს სწორედ ის მისამართია, საიდანაც სტიქიის ღამეს 112-ში დაირეკა. 13 ივნისის სტიქიის ქრონოლოგია ოფიციალურად ამ სახლიდან იწყება. წყნეთში გიორგი სააკადის 22 ნომერში მცხოვრები ადამიანები ადასტურებენ, რომ იმ ღამეს 112-ში ნამდვილად დარეკეს. ბერიების ოჯახში ამბობენ, რომ პარალელურ ქუჩაზე მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემების გამო მაშველების გამოძახება ყოველი წვიმის დროს უწევს. ამდენი ნალექი, რაც იქიდან წყალი მოდიო, ჩანჩქერი სულ შემოდიოდა, ნიაღვარი ჩანჩქერებით იყო, არც სანიაღვრე, არც არაფერი და იყო. დაახლოებით იგივე დროს 112-ში სვანიძის ქუჩიდან ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი რეკავს. როგორც თავად გვიყვება, გადაუღებელი წვიმის გამო ვერესხეობის სათავეში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. ინფორმაცია არ ქონდა 112-ს. მე ვთხოვე, რომ იქნება პოლიციის რომელიმე განყოფილებასთან დაერეკა ან წყნეთის ანიქი და მოეცათ ინფორმაცია, იმიტომ რომ მე როგორც ამ ხეობაში დაბადებული, გაზრდილი და იქამა გატარებული 52 წელი, ვიცი თუ როგორი საშიში არის მდინარე ვერე. წყლის დონე იმდენად სწრაფად იწევდა უკვე 11 საათიდან 12-ის ნახევრისკენ, იმდენად სწრაფად იწევდა, რომ მივხვდი, რომ ჩაიხერგა გვირაბი, თამარაშვილის გვირაბი და გუბდება წყალი. და დაუყვირე, ესე იგი, ჩემ თანამშრომლებს, ბიჭებო, გავანებოთ ამ თავი, გადავიდეთ დასახლებულ პუნქტში, ანუ სვანიძის ქუჩაზე და მივეხმაროთ მოსახლეობას, მაგრამ ამ დროს ხიდი წაიღო მთლიანად წყალმა და ვეღარ გადავედით მდინარის მეორე ნაპირზე და ვერ დავეხმარეთ მოსახლეობას. ადგილობრივი მცხოვრებლები იხსენებენ, რომ სტიქია სვანიძის ქუჩაზე დაახლოებით ღამის 12-ის ნახევრიდან დაიწყო. მდინარე ვერეს სახლის პირველ სართულებზე შევარდა. წყლის დონე ყოველ წამს იზრდებოდა და სახლებს ფარავდა. ოჯახის წევრებმა ერთმანეთის და მეზობლების გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყეს. პირველი 8-20 აკდა, აქ უკვე აღარაფერი არ ჩანდა, ის სახლები სულ მთლად წყალში იყო და მე დავიწყეთ რეკვა, იმიტომ რომ დავინახეთ, ხმა გვესმოდა, რომ ვიღაცები ხეზე იჯდნენ, ვიღაცა სახურავზე იყო ასული და მაგისთვის ვრეკავდით, რომ მოცურდით ნავით ან რამე საშუალებით, რომ ის ხალხი ჩამოიყვანოთ. ეს ის ადგილია, სადაც 13-14 ივნისის ღამეს 500.000 კუბური მეტრი მოცულობის მიწა ჩამოიშალა. ზუსტად რა დროს დაიწყო მეწყრული პროცესები ამ დრომდე არავინ იცის. თუმცა უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ დამეწყრილ ზონაში მოყოლილი მანქანიდან პირველი ზარი 112-ში 23 საათსა და 47 წუთზე განხორციელდა.
112-ის ინფორმაციით შეტყობინება სამაშველო სამსახურს ავტომატურად გადაეცა. მაშველები წყნეთი კიკეთი ბეთანიის გზისკენ რამდენიმე წუთში გავიდნენ. 0 საათსა და 10 წუთზე 112-ში დამეწყრილი გზიდან კიდევ ერთი ზარი შევიდა. მოქალაქე გადმოსცემდა, რომ ბეთანიიდან წყნეთისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე ჩამოიშალა მთის ნაწილი და გზა იყო ჩახერგილი. მოქალაქეები ითხოვდნენ დახმარებას, მანქანაში იმყოფებოდნენ ბავშვებთან ერთად და ესაჭიროებათ ტერიტორიიდან გამოსვლა. ჩვენ ოპერატიულად გადავეცით აღნიშნული ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს. გეოლოგების ვარაუდით ამ ადგილიდან ჩამოსული მეწყერი ვერეს ხეობაში ამ გზით უნდა მოხვედრილიყო. აქედან ვერეს ხეობამდე კი დაახლოებით 3 კილომეტრია. რა დრო დასჭირდა ჩამოშლილ მთის მასივს იმისთვის, რომ ვერეს ხეობას შეერთებოდა, მდინარე ჩაეხერგა. ღვარცობად ქცეულიყო და ამის შემდეგ სვანიძის ქუჩამდე დაახლოებით 15 კილომეტრი გაევლო, უცნობია. გეოლოგების ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ამისთვის 9 საათით საკმარისი იქნებოდა. ძალიან დიდი ჩამონადენი იყო, ესე იგი, ფერდობებიდან შექმნილი ზედაპირული ჩამონადენი, რომელმაც შემდეგ მისცა ენერგია ხევებს და შესაბამისად ჩამონაშალი გრუნტის მასა ადვილად გარეცხა. ეს მასა ადვილად გაირეცხა და უკვე გადავიდა დენად პლასტიკურ მდგომარეობაში. ესეთი ენერგია აქვს აქ დახრილობას, ეს მოხდებოდა, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად. შეიძლება ეს იყოს 15 წუთი, 20 წუთით, შესაძლოა 9 საათით გააჩნია იმ ასე ვთქვათ შეგუბების მომენტსაც რა პერიოდით იყო შეგუბებული. გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგების ვერსიას, რომ თბილისის ტრაგედიის მთავარი მიზეზი წყნეთი ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა, თავდაყირა აყენებს კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დასკვნა. სენის დასკვნაში წერია, რომ მიწისქვეშა გვირაბებმა არასაკმარისი დიამეტრის გამო თავისუფლად ვერ გაატარეს დიდი მოცულობის წყალი და გამოიწვიეს მდინარის კატასტროფული ნაკადის შეტბორვა. წყლის ნაკადის მიერ წამოღებული ხის მორებისა და ტოტების ჩახერგვით. ნაკადის შეტბორვის გამო სწრაფად მოხდა მდინარის დონის აწევა და გვირაბებთან მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა. სწორედ ამ გვირაბის მიერ წყლის შეტბორვის შედეგად წყლის დონემ სულ მცირე 7-დან 13 მეტრამდე აიწია, რამაც სვანიძის ქუჩის მდინარის პირა ტერიტორიების ნგრევა განადგურება გამოიწვია. ჩვენი ინფორმაციით და იმის მასალაზე დაყრდნობით, რასაც ჩვენ გავეცანით, ის მეწყერი რაც ჩამოწვა, იმ შემთხვევაში მდინარემდე არ ჩასულა და 13 ივნის მდინარე არ გადაუკეტა. ის რომ გვირაბთან წყალმა თითქმის 10 მეტრს გადააჭარბა სვანიძის ქუჩასთან ახლოს მცხოვრები თვითმხილველებიც ადასტურებენ, რომლებიც სტიქიას მთელი ღამე თვალს აიმნიდან ადევნებდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაახლოებით პირველის ნახევარზე ქუჩაზე რამის დანახვა შეუძლებელი იყო. ანალოგიური ვითარება იყო წყნეთის ქუჩის ხევშიც. აბსოლუტურად ეს სახლები საერთოდ არ ჩანდა, სახურავებიც არ ჩანდა. მე აქედან მაშველები ყრიდნენ თოკებს, ხალხი ამოყავდათ. სვანეთის ქუჩისა და წყნეთის ხევის დატბორვიდან სულ რამდენიმე წუთში მდინარე ვერემ ახალი გზის სავალ ნაწილზე ამოსვლა დაიწყო. აქ ჩარჩენილი ავტომანქანები გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ, ისინი მდინარემ გმირთა მოედნის მიმართულებით წაიღო. დაახლოებით 00 საათსა და 20 წუთზე საგანგებო შტაბი ამოქმედდა. სამაშველო ძალები გადმოწყორცნილი იყო ვერეს ხეობაზე იმ წუთებში. ჩვენ მაშინ შევამჩნიეთ პიროვნებები, რომელიც შუა გამყოფ ზოლზე სიმაღლეზე იყვნენ და სტოლბებს იყვნენ ჩაბღაუჭებული და იქ იმაგრებდნენ თავს. ეს ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში 14 ივნისის ღამეს გავრცელდა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ამოდის მდინარე ვერეს საავტომობილო მაგისტრალზე, როგორ გარბიან მანქანიდან გადმოსული ადამიანები გმირთა მოედნის მიმართულებით, ისმის ყვირილის ხმაც. მომღერალი ზაზა ხუციშვილი ამ დროს ავტომანქანით იმყოფებოდა. დაახლოებით პირველი საათისთვის აი ამ გზით მოდიოდი ვაკე-საბურთალოს გზის გავლით ბახტრიონის ქუჩაზე. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ამ ყველაზე ცხელ წერტილს მოუახლოვდი, ამ ახალ ქუჩაზე დავეშვი ყოველგვარი შეფერხების გარეშე, რაც პატრულის დიდი შეცდომაა. ეს გზა აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩაკეტილი მაშინ, როგორც დღეს არის ჩაკეტილი და ამ გზაზე არ ატარებენ მანქანები. დაღუპული და დაკარგული ადამიანები, დატბორილი სახლები, განადგურებული ინფრასტრუქტურა,
გაქცეული და დაღუპული ცხოველები. ასეთია 13 ივლისის ღამის თბილისური ტრაგედიის შედეგი. კითხვა გაატარა თუ არა გვირაბებმა წყალი. ეს არის კიდევ ერთი კითხვა, რომელიც მოსახლეობასთან ერთად ექსპერტებსაც უკვე რამდენიმე დღეა აწუხებთ. მე ამ კითხვით მივმართე სვანიძის ქუჩის მოსახლეობას და თვითმხილველების ინფორმაციით სტიქიის დაწყებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში იქ მდებარე გვირაბი ატარებდა წყალს, თუმცა რაღაც მომენტში, ანუ სტიქიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხეობაში დაიწყო წყლის დაგროვება. სწორედ ამან გამოიწვია სახლების დატბორვა, იქ ადამიანების გარდაცვალება და გატაცება. დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ გვირაბმა წყლის გატარება ისევ დაიწყო იმის გამო, რომ წყლის დონე სვანიძის ქუჩაზე შემცირდა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ როგორც თვითმხილველები მიყვებიან, წყლის დონე ყოველ წუთს მატულობდა, თუმცა თამარაშვილის ქუჩაზე, რომელიც გვირაბის თავზე მდებარეობს, წყალი სვანიძის ქუჩიდან არ გადასულა, ანუ იქამდე წყლის ასვლა საკლდა დაახლოებით 1.5 მეტრი. ის წყალი, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე მოედინებოდა, როგორც ადგილობრივი მეუბნებიან, იყო წვიმის წყალი და არა ვერეს ხეობის წყალი. 20-30 ჯგუფის წევრებმა სათითაოდ გაზომეს ვერეზე მდებარე გვირაბები და მე ახლა ამ ინფორმაციას მოგაწვდით. აღმოჩნდა, რომ სვანიძის ქუჩაზე თამარაშვილის ქუჩის მიღმა 1958 წელს აშენებული გვირაბის სიგანე არის 12 მეტრი, ხოლო სიმაღლე 11 მეტრს შეადგენდა. ახალი გზის მშენებლობისას, ანუ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კომუნისტების დროს აშენებული გვირაბი დააგრძელეს და ამიმატებული გვირაბის გამოსასვლელის სიგანე 10 მეტრია, ანუ 2 მეტრით ნაკლები, ვიდრე კომუნისტების დროს აშენებული გვირაბის შესასვლელი, ხოლო წყლის დონიდან სიმაღლე 9 მეტრიც არ არის, ანუ საბჭოთა პერიოდში აშენებულ გვირაბზე ეს არის 3 მეტრით ნაკლები და კიდევ მოგაწვდით რამდენიმე ინფორმაციას. ჩვენ ასევე გავზომეთ გოფრირებული გვირაბები, რომელთა სიგანე არის 10 მეტრი, ხოლო სიმაღლე არის 6 მეტრი, ანუ პირველი გვირაბის თითქმის ნახევარი. ესე იგი 1959 წელს აშენებული გვირაბის შესასვლელის ფართობი არის 116 კვადრატული მეტრი, ხოლო მასზე 2010 წელს მიშენებული გვირაბის გამოსასვლელი ფართობი შეადგენს სულ რაღაც 75 კვადრატულ მეტრს. შემდეგ განლაგებული გოფრირებული გვირაბების ფართობი თანდათან არის 50 კვადრატული მეტრი შემცირებული, 50 კვადრატულ მეტრამდე მცირდება და როგორც აღმოჩნდა 1959 წელს შესასვლელი გვირაბის წყალგამტარიანობა ორჯერ მეტია ვიდრე ახლად გაკეთებული ეგრეთ წოდებული გოფრირებული გვირაბების. ჩვენ უკვე ვამზადებთ ვრცელ სიუჟეტს 20-30-ის წევრები, 20-30-ის საგამოძიებო ჯგუფი ამზადებს ვრცელ სიუჟეტს, რა მოხდა სტიქიის ღამეს, როგორ გაატარა გვირაბებმა მოვარდნილი წყალი. მადლობ, ნათია თოიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში, დაბრუნდებით უკვე სტუდიაში, უბრუნდებით სტუდიის სტუმრებს. ჩვენ შეკითხვებს დგას კავკასიის გარემოს დაცვით ექსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი და გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი უპასუხებენ. ბატონებო, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. პირველი შეკითხვით კავკასიის გარემოს დაცვითი ექსელის წარმომადგენელს მიმართავ, რომელმაც მოამზადა ანალიზი, რამ გამოიწვია ამ მასშტაბის სტიქია. ბატონო რევას, თქვენი ანალიზის თანახმად ამ მასშტაბის სტიქიის გამოწვევი ძირითადი მიზეზი მეწყერი არ იყო. მე ამ შემთხვევაში უკვე მაყურებელს შევახსენებ, ტრაგედიიდან ძალიან მალევე გაკეთდა განცხადებები და ვერსიაც, რომ ყველაფრის მიზეზი იყო მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი იყო მეწყერი, როგორც პოლიტიკოსები, რაც მთავარია ამ პოზიციას სპეციალისტებიც კი იზიარებდნენ. ბატონო რევას, რის საფუძველზე ამბობთ? ბუნებრივია, ძალიან საინტერესოა, რომ მეწყერებს მომხდარ კატასტროფაში არსებითი წვლილი არ მეუძღოთ. დიახ, მდინარე ვერეს ხეობაში კატასტროფული მოვლენები არის ისტორიული და მას ახსოვს როგორც კატასტროფული წყალდიდობა, ასევე ეს იყო 1980 წელს, როდესაც წყნეთში გაირღვა 12 მეტრიანი კაშხალი და ვერეს ხეობაში 4 მეტრის ტალღამ გაიარა. ინფორმაციის ვაკუუმის პირობებში ჩვენ შევეცადეთ გავუკეთებინა კლასიფიკაცია ბუნებრივი კატასტროფის და ჩვენ შევაფასეთ როგორც ეს კატასტროფული წყალდიდობა დაახლოებით ისეთივე, როგორც ეს მოხდა 60-იან წლებში. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ ძლიერი წვიმის დროს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ვერეს ხეობაში მოვიდა ამ ხეობისთვის დამახასიათებელი 2 თვის ნორმა. დაახლოებით 80 მმ ნალექი, არა და ამ ხეობისთვის დამახასიათებელია წელიწადში 700 მმ ნალექი. მოგეხსენებათ, ეს არის საკმაოდ დეგრადირებული ეკოსისტემა, მეორადი ტყეები, ტყე
რაიმე ვერ შეაჩერა, ვერ შეასრულა წყალმარეგულირებელი, წყალშემაკავებელი ფუნქცია და ზედაპირული წყალი ძალიან სწრაფად აღმოჩნდა მდინარის კალაპოტში. დღეს შეეძლო თუ ის იქნებოდა უფრო, ასე ვთქვათ, კარგ მდგომარეობაში, გაენაწილებინა და ნელა ჩაეშვა ეს ზედაპირული წყალი მდინარის კალაპოტში. გაიზარდა მდინარის ხარჯი და შემდგომში, რა თქმა უნდა, ამ მდინარეში აღმოჩნდა როგორც ინერტული მასალა, რომელიც ერთია მეწყერისგან და მეორეა თვითონ მდინარის კალაპოტში არსებული არა მარტო ინერტული მასალა, ალბათ საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც და ეს ყველაფერი საბოლოოდ აღმოჩნდა გვირაბებთან, სადაც მოხდა ჩახერგვა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ვერ იქნებოდა რამდენიმე მეტრის სიმაღლის ტალღა, რადგან ამას ექნებოდა სულ სხვა ეფექტი და კიდევ უფრო დიდი მსხვერპლით დასრულდებოდა. აქ უკვე საუბარია შეტყობაზე და ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს ამ ინფორმაციას, ანუ მას შემდეგ, რაც გვირაბებმა ვერ გაატარა ეს წყალი და დაიწყო წყლის დონის გაზრდა დაახლოებით 7 მეტრით, საკმაოდ სწრაფად აიწია წყალმა, თუმცა ეს არ იყო მოვარდნილი ტალღა, რამაც აატივტივა მანქანები და სამწუხაროდ მოსახლეობის ხალხის გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო ამ ბუნებრივი კატასტროფისგან თავის შეფარება. გარდა ამისა, ჩვენ გარემოსდაცვის სამინისტროში სტიქიის მეორე დღეს ვიხილეთ აეროფოტოებით, უპილოტო თვითმფრინავით გადაღებული კადრები, სადაც ჩანდა ის ადგილი, სადაც მეწყერი უერთდება მდინარის კალაპოტს. დიახ, მეწყერი ნამდვილად ჩამოვიდა მდინარის კალაპოტამდე, შეუერთდა და შეერია წყლის მასას, აი ეს მეწყრული მასა, მათ შორის ჩამოტანილი ხე-ტყე. თუმცა გადაკეტვის კვალი ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ, მათ შორის იქ არ იყო კვალი, კერძოდ მცენარეულობა, მდინარის კალაპოტში ისევ იყო ცოცხალი და გადაკეტვისა და ჯებირის წარმოქმნის შემთხვევაში ბუნებრივია ის განადგურდებოდა და მოისილებოდა. შესაბამისად, ამას ჩვენ თვლით, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ჩვენ უბრალოდ ინფორმაციის ვაკუუმის პირობებში შევეცადეთ, რომ საზოგადოებისთვის მიგოწოდებინა ინფორმაცია. ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაშიც მიზეზი არის მარტივი, ეს არის ეკოსისტემის დეგრადაცია და მდინარე ვერეს წყალშემკრები აუზის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი წვიმები კიდევ იქნება და მდინარე ვერეს ხეობაში კიდევ არის მოსალოდნელი მსგავსი წყალდიდობები. შესაბამისად, ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ჩვენ დავსახეთ, სწორედ ამ ეკოსისტემების აღდგენაა. ასეთი წვიმა კიდევ იქნება და კიდევ არის მოსალოდნელი მსგავსი შემთხვევები, ღმერთმა დაგვიფაროს, რა თქმა უნდა, ეს ბატონი რევაზის განცხადება. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და როგორ უნდა იმოქმედოს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით, მანამდე ბატონი რევაზი აცხადებს, რომ ეს ვერ იქნებოდა მეწყერის ბრალი. თქვენ საუბრობდით, რომ ჩამოწოლილი მეწყერი გახდა ასეთი მასშტაბური სტიქიის მიზეზი. თქვენ რა გაძლევთ ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველზე? მოგესალმებით, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. მარტო მეწყერი არ გამختარა ასეთი სტიქიის მიზეზი, მე ამის ხაზგას აღნიშნო. თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მოკლედ მოგახსენებთ მიზეზებს რა მოხდა. კი ბატონო, გისმენთ. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო 2-3 თვის მანძილზე ქალაქ თბილისში და მიმდებარე ტერიტორიებზე თითქმის ყოველდღიურად მოდის ნალექები წვიმის სახით. ამ ნალექების დიდი რაოდენობა გაედინება ზედაპირული წყლების მდინარეებში ჩაედინება და მნიშვნელოვანი ნაწილი ჩადის გრუნტში, გარდაიქმნება გრუნტის წყლებად. ამ პერიოდში მოხდა გაჯირჯვება გრუნტების, ამგები ქანების გაწყლოვანება. მდინარე ვერეს ხეობის ორივე ფერდობი და განსაკუთრებით მარჯვენა ფერდობი ძალიან დაძაბულია გეოდინამიკური თვალსაზრისით. თუ გახსენდებათ, აი წყლეთში რომ მივდივართ, ის გზაზე ხშირად არის ხოლმე ეს ბლოკური გადაადგილებები, ეს კლინზოაური ტიპის სპეციალური ჩამოცურების ადგილი აქვს. სწორედ იმ ღამით 13-14-ის ღამით მოხდა თანხმედრა 8 სტიქიური მოვლენის თანხმედრა. გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების მეწყერი, კლდეზვავი, ღვარცოფი, ნაპირების გარეცხვა მდინარეების, სიღრმითი ეროზია, უხვი ატმოსფერული ნალექი, წყალდიდობა და დატბორვა. და მე შეიძლება დავუმატო მეცხრე სეტყვაც კი იყო. ეს იყო კომპლექსი ერთ უბანზე, ერთ რეგიონში. ახლა კი მდინარე ვერეს ხეობა აუზი დიდია, 192 კვადრატული კილომეტრია, მაგრამ განსაკუთრებით ამ მარჯვენა ფერდობზე
ეს ახალდაბა, წყნეთი, ბეთანია, კოჯორის ამ მონაკვეთზე მოხდა ესეთი თანხმდრა კომპლექსური ასე კი ბატონო, მერაბ აუცილებლად უნდა გითხოთ, თუ შეგიძლია თქვათ საუბარი რა დროს ჩამოწვა მეწყერი, რადგან ამას იქიდან გამომდინარე გეკითხებით, რომ დამეწყრილი გზიდან პირველი ზარი 112-ში შევიდა 23 საათზე და 57 წუთზე. სვანეთის ქუჩის მაცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ 12-ის ნახევარზე მათ სახლებში წყალი უკვე შევარდნილი იყო. კი ბატონო, მე პირველივე დილით გამთენიიდან დღევანდელ დღემდე ადგილზე ვარ და ჩვენი ერთ-ერთი მეთოდია ადგილობრივების გამოკითხვა. მე ახალდაბის მოსახლეობას გავესაუბრე, რამდენიმე დღის უკან გუშინ განსაკუთრებად მეტი საშუალება მქონდა. აღიდგინეს ფეხბურთის თამაში იყო იმ დღეს პოლონეთის საქართველოს თამაში რა პერიოდი იყო, მე შუქიროდის ჩაქრა და თითქმის ყველა ადასტურებს სადღაც 11 საათის ფარგლებში მოხდა ეს დიდი ხმა და მეწყრის ჩამოწოლა. ერთ-ერთი მოქალაქე იმისიც კი ვიტყვა, მეუბნება რომ მოდი დავრეკოთ 112-ში, მაგრამ მე ვთხარი რა გამიშვილება 112-ში დარეკვას, როცა გზები აღარ არსებობს, რომ გამოვედიო რა, ის იმიტომ რომ მათ თვითონ ახალდაბაში ორი ძლავრი ღვარცოფული ხევი, ესენი მეწყრები გააქტიურდა იქაც და გადავიდა ღვარცოფულ ნაკადში. რაც შეეხება დიდ მეწყერს, რომელზეც არის საუბარი და სურათებში კარგად ჩანდა. ეს არის 32 ჰექტარი თვითონ მეწყრული სხეულის ფართობი 32 ჰექტარია. როგორც მეწყერმა ეს არის კლდეზოური ტიპის მეწყერი, რომელსაც გაიარა სადღაც 500 მეტრი ამ ფორმით კლდეზოვის ტიპის, გადავიდა დენატ-პლასტიურში და სადღაც 1 კილომეტრის შემდეგ სწორედ ემთხვევა ეს ადგილი წყნეთი ახალდაბის გზის მონაკვეთიდან გადავიდა ღვარცოფში. მე გუშინ რამდენიმეჯერ ვიფინე ის ხეობები პრაქტიკულად ყველა შეფასებული გვაქვს, მაგრამ მე მაინც უნდა ჩავსულიყავი კალაპოტში, ასე ვთქვათ, მდინარე ვერეს კალაპოტში. მდინარე ვერეს კალაპოტში ჩატანილია 2.5-3 მეტრის სიგრძისა სიგანის ლოდები, ესე 8 კუბომეტრიანი ლოდები, ძალიან დიდი ენერგია აქვს, 60-65 გრადუსია ფერდობების დახრა. შესაბამის და მოკლე მანძილზე, სხვათა შორის 3.8 კილომეტრია სულ მეწყრის მოწყვეტიდან მდინარე ვერემდე. რა თქმა უნდა, კლასიკურ გადაკეტვას იქ ადგილი არ ქონია და შესაბამისად კლასიკურ გარღვევას, რასაც ჩვენ აქ იყო ჩახერგვა კლდოვანი მასის ამ მყარი მასალის მიერ დროებით რაღაც შეიძლება 1 წუთიანი, 2 წუთიანი, მაგრამ და შეიძლება იქ ავგეგმეთ ჩვენ ჰიდროლოგიებმა, ჩვენმა სააგენტოს ჰიდროლოგიებმა აგეგმეს მთელი ხეობა. სადღაც 2-3 მეტრი თუ აიწია დონე, წყლის დონემ, აქ წყლის ფაქტორი თქვათ, აქ ჩაიხერგა თუ გადაიკეტა და მერე გაირყვა, ნამდვილად არ არის. ბატონო, მე ვიცით რა მაინტერესებს დავუშვათ, თქვათ მეწყრული პროცესები არის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზი იმ ყველაფრის, რაც მოხდა. თუ აწარმოებდით მანამდე, თქვათ, თუ მიმდინარეობდა შესწავლა და თუ ჩანდა რომ ძლიერი წვიმის პირობებში, თქვათ, მეწყრის ჩამოწოვის საშიშროება ზოგადად არსებობდა. ამ ტიპის მეწყრები მე დაუნთავრებ ერთ ბარემ იმ ასს რომ ასე ეს მოსახლეობაში თქვათ ის კლდოვანი მასა ჩამოვიდა დინარემ თქამდე ასე ხალხამდე ეს გამორიცხულია აქ ჩამოვიდა მხოლოდ ქვიშა ლამი ქვიშნარი იმიტომ რომ მიანდრირებს 13 კილომეტრია თბილისამდე მიანდრირებს მდინარე ვერე კლაკნილად მოედინება ასე ხიშად რო ვთქვათ და ენერგიას კარგავს და შესაბამისად დიდი მასალა არ წამოუღიათ. მან წამოიღო მხოლოდ ატვინარებული ლამიანი და ქვიშიანი მასალა და შესაბამისად ის ტყის მასივი არა მარტო ეს ერთი მეწყერი 65-მდე მეწყერი გვაქვს უკვე დათვლილი. ნუ ნაკლები მასშტაბით, მაგრამ ყველა ეს შენაკადი, რომელიც არის რამდენიმე ათეული შენაკადი მდინარე ვერეს ხეობაში, ყველა არის ვარცოფ მატარებელი. ამ შენაკადების ფერდობებიც დამეწყრილია და შესაბამისად ყველაფერი ეს ხდება მდინარე ვერეში. რაც შეეხება პროგნოზთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ეს იმ ტიპის მეწყერია, რომ აქ ძალიან ძნელად შეიძლება თქვათ, აი მონიტორინგი აწარმოო და ზუსტად განსაზღვროს რა დროს შეიძლება. ეს არ არის მუდმივ დინამიკაში მყოფი მეწყერი. ეს არის კლდეზაური ტიპის მეწყერი, რომელიც წამიერად წყდება. შესაბამისად იქ ტყის საფარი საკმაოდ ხშირია და ეს დაფარული იყო და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც თქვათ ადრეული შეტყობინების სისტემა შეიძლება ეგეთ ტიპის მეწყრებზე, თუმცა შეიძლება და თქვათ
ნალექს ზომების, თქვათ, დინარიში ჰიდროლოგიური სამუშაოების დარაცხას გავაკეთებთ და სხვათა შორის მე არ შეიძლება არ აღვნიშნო არ უკავშირდება ამ სტიქიას, ამ სტიქიამდე გადაწყვეტილი ქონა საქართველოს მთავრობას ჩვენ განხაცვალ გამოყოფილი წელს 5 უბანზე ვაკეთებთ ადრეული შეტყობინების სისტემას მეწყვილ სხეულებზე ჩეხეთის განვითარების სააგენტო დუშეთის მუნიციპალიტეტის საუბანზე ინსტალაცია ხდება ძალიან ძნელია რომ ეს ყველაფერი ეს ინფორმირება გქონდეს როცა საქართველოს 50000-ზე მეტი მეწყვილ გრავიტაციული უბანი და 33000-ზე მეტი ვარცოფული ხე. ბატონო რევას, თქვენს დასკვნაში ასევე საუბარია, რომ კალაპოტმა ვერ უზრუნველყო ნიაღვრის სწრაფი გატარება. ანუ თქვენი ანალიზით 13 ივნისს მომხდარი წყალდობის ძირითადი მიზეზი არის მდინარე ვერეს კალაპოტის ბოლო მონაკვეთზე ხანგრძლივი არასწორად წარმართული სამეურნეო საქმიანობა. შეიძლება ვკითხოთ, რა იგულისხმება ამ საქმიანობაში კონკრეტულად? მოგახსენებთ, არის ასეთი საინტერესო პრაქტიკა, უბრალოდ გამოცდილება 1993 და 1995 წლებში რაინის დელტა დაიტბორა, რის გამოც ჰოლანდიის მთავრობა იძულებული იყო გაეკეთებინა 200,000 ადამიანის ევაკუაცია. საბედნიეროდ აქ სხვერპლი არ ყოფილა, იმიტომ რომ ჰოლანდიის მთავრობას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ბუნებრივი კატასტროფების მართვის. თუმცა აი ამ მოვლენამ დაუდო სათავე მთლიანად სივრცითი მოწყობის ახალ სისტემას. მთლიანად შეცვალა 4 ქვეყანამ ყისიერად, ეს იყო ჰოლანდია, საფრანგეთი, ბელგია და გერმანია კანონმდებლობა და შემოვიდა ახალი ცნება, რომელიც პირდაპირ ასე ითარგმნება როგორც მდინარის ოთახი. ეს ნიშნავს იმას, რომ მდინარეს აქვს თავისი ადგილი, თავისი ჭალა და ის აუცილებლად უნდა ჰქონდეს, ეს არის ბუნებრივი პროცესი, შეიძლება და ეს არის ხელშეუხებელი. და ის არის ხელშეუხებელი. შესაბამისად, ყველგან დაიწყო აი ამ მდინარის ოთახის აღდგენა ამ ყველა ამ ქვეყანაში და შემდგომში სხვა ქვეყნებში. ჩვენთან გვაქვს საწინააღმდეგო სიტუაცია. ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან გასული საუკუნის ჩვენ დავიწყეთ არასწორი ათვისება, ჯერ მიწები გაიცა დროებით სარგებლობაში, მე აშენდა სახლები, მე აშენდა კორპუსები, მე აშენდა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომლის მოშლაც დღეს მართლაც რო არ რეალისტურია. თუმცა ალბათ ერთ-ერთი მთავარი რაც არის ეს პრობლემა, ეს კატასტროფა არ წარმოშობილა თბილისის ტერიტორიაზე, ეს წარმოიშვა მდინარე ვერეს აუზში, ეს არის 32 კილომეტრის სიგრძის მდინარის ვიწრო ხეობა, მაგრამ საკმაოდ ფართო აუზი და მისი მიზეზი იყო სწორედ ამ აუზის ბატონ მერაბს აბსოლუტურად ვეთანხმები დეგრადაცია, სადაც უამრავი მეწყვილის სხეულია, ვარცოფული კიდევ ერთი დეტალი, რაზეც თქვენს დასკვნაში არის საუბარი და ამახვილებთ ყურადღებას, არის შემდეგი: ორმა მიწისქვეშა გვირაბმა არასაკმარისი დიამეტრის გამო თავისუფლად ვერ გაატარა დიდი მოცულობის წყალი და გამოიწვიეს მდინარის კატასტროფული ნაკადის შეტბორვა. რომელ გვირაბებს გულისხმობთ? პირველ რიგში აქ იგულისხმება 30-იან წლებში აშენებული გვირაბი, რომელიც გადის გმირთა მოედნის ქვეშ და ამ გვირაბმა ანალოგიური პრობლემა ერთხელ უკვე შექმნა, ეს იყო 1959 წელს, მაშინაც კატასტროფული წყალდიდობა იყო, მოხდა შეტბორვა და მაშინაც დაიღუპა ზოოპარკი. მეორე გვირაბი, ეს არის ვაკე-საბურთალოს გზის გაყვანის დროს, ეს იყო უკვე 59 წელს, 22 მეტრის, დაახლოებით 22 მეტრის სიღრმეზე არსებული გვირაბი, უფრო სწორედ ამ გვირაბს მისი გაკეთების შემდეგ ცევიდან დააყარეს გარედან საფეთქებების შედეგად წარმოქმნილი და დაშლილი ქვები და დაფარეს. შესაბამისად, აქ ბუნებრივია, რომ სვანიძის ქუჩის მიმართულებით წარმოიქმნა შეიძლება ითქვას ორმო საკმაოდ ესეთი მაღალი ჯებირით და შესაბამისად ორ ნაწილად გაიყო ბუნებრივი კატასტროფის უბანი. ერთი უბანი ეს იყო სვანიძის ქუჩა და მეორე უბანი ეს იყო ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია. ბატონო რევას, აქვე აუცილებლად უნდა გკითხო, თუ დადასტურდა, რა თქმა უნდა, ის შემოწმება ძალიან მარტივია და აქვე ის უნდა ითქვას, რაც ნათია თოიძემაც განაცხადა რამდენიმე წუთის წინ, ჩვენი გადამღები ჯგუფის სპეციალისტებთან ერთად, როგორც ძველ, ისე ახალ გვირაბებსაც სწავლობს, რომ გოფრირებული მილები მართლაც რეალურად ორჯერ პატარა არის, თქვათ, ვიდრე თამარიშვილის გვირაბი, ის იქნება თუ არა იმის საფუძველი, რომ ხელისუფლებამ გოფრირებული მილები უნდა მოხსნას. გვირაბები უნდა მოხსნას. ნებისმიერ შემთხვევაში ალბათ ხელისუფლებას მოუწევს ფიქრი იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს ამ გვირაბების დიამეტრი და ალბათ არსებობს გარკვეული საინჟინრო გადაწყვეტა ეს როგორ უნდა განხორციელდეს. ფაქტია, რომ 2009 წლის გზის მშენებლობისას არ იყო გათვალისწინებული ის არც 1961 წლის ფაქტი და არც მდინარე ვერეს აშენებული გვირაბის კი ბატონო სიმაღლე ჩვენი ინფორმაციით სპეციალისტებმა რაც მოგვაწოდეს ბუნებრივია იმ ინფორმაციას დაყრდნობით ვამბობ სიმაღლე
არის 11 მეტრის, სიგანი არის 12 მეტრი, 2009 წელს უკვე ამ გვირაბზე მიშენებული 2009 წლის გვირაბი არის სიმაღლე 9, ასევე სიგანი 9 მეტრი და შემდეგ უკვე გოფრირებული მილები არის კიდევ გვირაბები კაცილებით პატარა 6 მეტრი 10 მეტრს. დიახ, თუმცა ეს გვირაბები არის იმ კატასტროფის ბოლო აკორდი, რამაც მართლაც რომ კატასტროფული ეფექტები გამოიწვია, მაგრამ მიზეზი ამ ბუნებრივი კატასტროფის არის უფრო ღრმა და ეს არ ეხება მარტო ვერეს ხეობას, ეს ეხება მთლიანად საქართველოს ტერიტორიას, საქართველოს ტყეებს, აგერ მოდის 2016 წლის ზამთარი, საქართველოს ხელისუფლებას აქვს განსაზღვრული ლეგალურად 600,000 კუბური მეტრი, რომელიც მოსახლებამ უნდა გამოიყენოს გასათბობად. სინამდვილეში მოსახლეობა სჭირდება 2 მილიონზე მეტი კუბური მეტრი. ჩვენ ტყიდან გამოგვაქვს 4ჯერ და 5ჯერ იმაზე მეტი რესურსი, რისი მოცემას ტყეს შეუძლია. ეს ნიშნავს იმას, რომ წელიწადში 4ჯერ და 2 წელიწადში 8ჯერ და 10 წელიწადში ტყეები აღარ არსებობს ფაქტობრივად ტყეში რო შევალთ 20 და 30 წლის ტყეები. ძალიან სერიოზული. სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და როგორც ჩვენ მაგალითი მოვიყვანეთ, ამან უნდა დაუდოს სათავე კაცრი პოლიტიკის გატარებას ტყეების მიმართულებით, აუზების აღდგენის მიმართულებით და ტყეების სხვა მიმართულებით ექსპლუატაციის მიმართულებით. გასაგებია ბატონო, ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, თუმცა აუცილებლად უნდა გითხოთ ბატონო, მე რას ფიქრობთ, იგივე ვაკის საბურთალოს გზასთან დაკავშირებით უნდა აღდგეს ის არსებული სახით, უნდა ვთქვათ, გაჩნდეს ალტერნატიული პროექტი თუ ზოგადად უნდა მოხდეს მისი დახურვა. დღეს შეიქმნა სახელმწიფო კომისია პრემიერის თავმჯდომარეობით, მეც ვარ ამ კომისიის წევრი. ხვალ იქნება პირველი მუშა შეხვედრა 11 საათს ქალაქის მერიაში. აქ ამ კომისიაში ყველაზე კარგი ის არის, რომ პრაქტიკულად ყველა იმ დარგის სპეციალისტი და აღიარებული სპეციალისტები ქვეყანაში, ვინც აყვავს, შესულია. აქ არ არის საუბარი მარტო გეოლოგიის, ჰიდროლოგიის, თქვათ, მეტყევის, არა. აქ არის ურბანისტები, არქიტექტორები, კონსტრუქტორები, ქსების ინჟინრები, ნაპირდაცვის სპეციალისტები. და აი იმ კომისია უნდა გადაწყვეტოს სულ მოკლეს დღეებში, როგორ მიმართოთ ჩვენი საქმიანობა. პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ უსაფრთხოების მიზნით საკუთრივ ვერეს ხეობაში. ეს თქვათ, გზა იარსებებს თუ არ იარსებებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენი პოზიცია როგორია? ჩემი პოზიცია ესეთია, რომ თუ ასე თქვათ, გავაკეთილშობილებთ ამ გზას, ეს მე ვთვლი რომ უნდა იარსებოს გზა. მე როგორც გეოლოგი, მე არ ვარ არქიტექტორი, კონსტრუქტორი ან ურბანისტი, როგორც გეოლოგი, როგორც მოქალაქე, კოლაფსია ქალაქში. თუმცა მე ბატონ რევასს ვეთანხმები, არ შეიძლება ამ მდგომარეობაში მდინარე ვერ დავტოვოთ. ჭალაკალაპოტი ეკუთვნის მდინარეს. ბატონ რევას. რამდენად იქნება ვთქვათ საშველი გზის რეაბილიტაცია? და გაკეთილშობილება, როგორც ბატონმა მერაბან განაცხადა. ალბათ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ ვერ მოვშლით გმირთან მოედანს, ვერ ავიღებთ იმ კორპუსებს, ვერ მოვშლით გზას, ვერ აღუდგენთ ამ მდინარეს პირველად მორფოლოგიურ სახეს, იქ ხეობას ვერ ავად სამწუხარო, ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ამას ჩვენ რო გქონდეს რა ვიცი, ჩვენ რო ვიყოთ მილიარდელები, ამას გავაკეთებდით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ ამის ფუფუნება, ამიტომ ჩვენ უნდა წავიდეთ სხვა მიმართულებით და პირველ რიგში გრძელვადაში უნდა დაგვიგმოთ ის, რომ მდინარე ვერეში შეწყდეს ამ ბუნებრივი რესურსებით არასწორი ათვისება და განხორციელდეს სატყეო სამელიორაციო ღონისძიებები, რაც გააჯანსაღებს ეკოსისტემებს. ძალიან დიდი მადლობა. ერთს დავამატებდი მომავალ კვირის დასაწყისში გარემოს ეროვნული საგადამკვეთლო ჩვენი სამინისტრო დადებს ანგარიშს გეოლოგიურსა და ჰიდროლოგიურს, ჩვენ საველე კვლევები ჩავატარეთ, მდინარე ვერესოვისა ჰიდროლოგიური კვეთები, ასე ვთქვათ, ხარჯები გაზომილია, კალაპოტი გაზომილია, სიგრძესთან მოცულობები დადგენილია და მიზეზებს დავდებთ. ეს არის ღია ინფორმაცია, ეს იქნება საჯარო ინფორმაცია. ჩვენ არ ვიჩქარეთ სპეციალურად, არ გვინდოდა რაღაც ისეთი აჩქარებული ის დაგვედო მიზეზები და დამცავი რეკომენდაციები რა უნდა გაკეთდეს. დაველოდებით თქვენს დასკვნას და რეკომენდაციებს. ძალიან დიდი მადლობა. 2030 შეკითხვებს კავკასიის გარემოს დაცვით ექსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი და გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი პასუხობდნენ. მთავრობა ვერეს ხეობის დაგეგმარებასთან დაკავშირებით სპეციალურ კომისიას ქმნის. თემაზე კი რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ. დაგველოდებით.
დაბრუნდებით სტუდიაში, თქვენ უყურებთ 20-30. 13 ივნისის შემდეგ ყოველ დღე გმირობის ახალი ისტორიები გვესმის. ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის გუშინდელის ხდომა გიორგი ლომიძეზე საუბრი დაიწყო. ის 2 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მგზავრებს უფასოდ ემსახურება. დამარ ციკლაური გიამბობთ მათზე, ვინც სტიქიის დღეებში მოხალისეების უფასოდ გადაადგილებას და ასევე უფასოდ კვებას უზრუნველყოფდა. წავედით. სვანიძის ქუჩიდან მზიურამდე და მზიურიდან სვანიძის ქუჩამდე. უკვე 4 დღეა გიორგი ლომიძის მთავარი მარშრუტი ასეთია. მანქანას ტაქსის ტრაფარეტითა და სახელდახელოდ გაკეთებული წარწერით. უფასო ტაქსი მოხალისეებისთვის სტიქიის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მარტივად იცნობთ. მის წინ მუდმივად მოხალისეების რიგი დგას. გადმოგვიყვანეს სვანიძის ქუჩაზე და ეხლა ისე უბრუნდებით ვიმუშავეთ. და ეხლა ტაქსს ველოდებით, რომ მზიურში დაგვაბრუნოს უკან სამუშაოდ. ამბობს, რომ 2 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს. ეს მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სტიქიის ზონაში ასობით მოხალისე მუშაობდა, სახლში გაჩერება ვერ შეძლო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფიზიკური დატვირთვა არ შეუძლია. თუმცა მოხალისეთა დახმარების გზა მაინც გამონახა. მე ვფიქრობ, რომ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ იყო, მაგრამ ძალიან აიტაცა ხალხმა ეს ყველაფერი. თავიდანვე მართლა რეალურად დახმარება გამოგვივიდა ეს ხალხის რეალურად დავეხმარეთ ამ ადამიანებს და დღემდე მაგას ვცდილობთ რომ გავაკეთოთ სანამ ის ხალხი იქნება ჩვენც იქ ვიქნებით ბოლომდე. ახალგაზრდების ტრანსპორტირება საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს. თუმცა ამბობს, რომ მას შემდეგ რაც გადაწყვიტა მოხალისეებს უფასოდ მომსახურებოდა, გვერდში უამრავი ადამიანი დაუდგა. ზოგი მათგანი საწვავის ტალონითაც ასაჩუქრებს. ვინ არის ეს კეთილშობილი ადამიანი ღმერთმა გაახაროს და ერთი ადასად დაუბრუნოს. გიორგი ამბობს, რომ სიკეთე გადამდებია. სწორედ ამის მაგალითია იდა ბახტურიძე. სამსახურის დასრულების შემდეგ იდა უკვე რამდენიმე დღეა ზიურის ტერიტორიაზე მიდის და 24 წლის გიორგის მსგავსად ისიც მოხალისეების გადაადგილებას უზრუნველყოფს. მეტნაკლებად ყველა პრობლემა მოგვარდა, იმიტომ რომ საკვებით, წყალით ამ ეტაპზე არ არის პრობლემა მათთვის. ერთადერთი აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტირება არის ცოტა პრობლემატური და ამიტომ ვთვლი, რომ ვისაც შეგვიძლია უნდა ჩავერთოთ ამაში. ეს 27 წლის გიორგია, რომელიც სტიქიიდან მეორე დღესვე სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მეუღლესთან ერთად მივიდა. მათ მოხალისეებს მანქანაში სახელდახელოდ მოწყობილ სამზარეულოში დამზადებული ჰამბურგერები და ლიმონათი დაურიგეს. ახალგაზრდები მოსკოვიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ. როცა გავიგეთ, რომ მოხალისეებს საკვები და წყალი სჭირდებოდათ, მაშინვე სტიქიის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე გავედით. ჩვენ მცირე ბიზნესის გაკეთება გვაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ როდესაც ასეთი რამ მოხდა, გადავწყვიტეთ, რომ მოხალისეებისთვის საკვები უფასოდ დაგვერიგებინა. 24 წლის გიორგი ლომიძე და ბიჭი ჰამბურგერებით. სწორედ ამ ორ ადამიანზე საუბრი დაიწყო გუშინ მთავრობის საგანგებოს ხდომა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქის მერს ახალგაზრდა ტაქსის მძღოლის დასაქმებისკენ მოუწოდა და მათი გაცნობის სურვილიც გამოთქვა. ასეთ კაცს სჭირდება დაფასება და მე ვფიქრობ, რომ 24 წლის ახალგაზრდა არის და გამორჩეული ადამიანია და ჩვენ უნდა ვეძიოთ ასეთი ადამიანი გამოვარჩიოთ საზოგადოებისგან. და მე ვფიქრობ, რომ ბატონო დავით თქვენ კარგი სამსახურს უნდა მოუძებნოთ ამ ახალგაზრდა კაცს. გიორგი ლომიძის დასაქმება გადაწყვეტილია, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ჯერ თავს იკავებენ. მაგრამ სანამ გიორგი თბილისის მერიის სამსახურის თანამშრომელი გახდება, სტიქიის ზონაში მუშაობას გააგრძელებს. როგორი უნდა იყოს მდინარე ვერეს ხეობის მომავალი, დღეს სპეციალური უწყებათშორისი კომისიის პირველი ხდომა გაიმართა. ამ ხდომას მთავრობის წევრებთან ერთად არქიტექტორები, გეოლოგები, ჰიდროლოგები ესწრებოდნენ. დღევანდელ შეკრებაზე ვაკის აბურთალოს ახალი გზის პროექტის ავტორიც მონაწილეობდა და ისინიც, ვინც ამ გზის აშენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. სოფლიო დონის უცხოური და ქართული ექსპერტების ჩართულობით ჩვენ ვიწყებთ ერთობლივ მუშაობას ვერეს ხეობის, ვერეს რთული და პრობლემური ხეობის შესწავლაზე. ამ სამუშაოს შედეგად უნდა მომზადდეს მაღალკვალიფიციური დასკვნა, რომელთაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავადგინოთ თუ როგორ უნდა დაგეგმარდეს ვერეს ხეობა, უნდა ჩამოყალიბდეს გლობალური ხედვა ჩვენი აზრით, ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს ყველა სამუშაო ამ ხეობაში. მიგვაჩნია ჩვენ რომ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ საზოგადოებისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გაიმართოს დისკუსია. მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელებთ, იქნება
დროებითი გადაწყვეტის საკითხები, არსებული გზისა და გზის გამტარუნარიანობის შესწავლა, მისი მდგრადობის შესწავლა და მეორე ეს იქნება უფრო გრძელვადიანი საკითხები, თუ როგორი ფორმით უნდა განვითარდეს ბოლოში პროექტი, რათა შესაძლო უხვი ნალექების პირობებში არ დავდგეთ იგივე კატეგორიის საფრთხის წინაშე. ამოცანები გადანაწილებულია. ნომერ პირველი ამოცანა გახლავთ ადამიანის უსაფრთხოება, ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება და არსებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უსაფრთხოება. ეს არის ნომერ პირველი, რაზეც შევთანხმდით და ყველა მოკლევადიანი, ასე ვთქვათ, ქმედებები, დაგეგმვა და აღსრულება სწორედ ამაზე არის ორიენტირებული. ბრუნდებით სტუდიაში ჩვენ შეკითხვებს კომისიის სხდომის მონაწილეები არქიტექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე დიმიტრი მოსულიშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ხოღობერიძე და წყალმეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი ინჟინერ ჰიდროტექნიკოსი გივი გავარდაშვილი უპასუხებენ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვეთმეთ. ბატონო დიმიტრი, პირველი შეკითხვა თქვენთან მექნება. საინტერესოა, რისთვის იქნება, თქვათ, ეს კომისია, ინფორმაცია, რომ ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს და ასევე ხელახლა, თქვათ, დააგეგმაროს ვერესხეობა, ეს ბუნებრივია, გასაგებია, თუმცა უფრო მეტად გვაინტერესებს კიდევ კონკრეტული ამოცანები, თქვათ, რა აქვს დასახული და რა ვადებში. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მეძლევა შესწავლა და უსამძიმებლებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, ტრაგედიას. დღევანდელ ხდომაზე გამოიკვეთა ზუსტად ის მიზნები, მაგისთვის იყო პირველი შეხვედრა მთავრობის ხდომის. პრიორიტეტები სიუჟეტშიც ნახეთ, ითქვა ამაზე, ეს არის უსაფრთხოება პირველ რიგში მოქალაქეების და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შექმნა. ამისთვის საჭირო არის მინიმუმ და დაისვა ამოცანები ამის გადასაწყვეტად. პირველ რიგში შესწავლა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ მიიღო ესეთი ფორმა. და მეორე რიგის ამოცანა არის, მოკლევადიანი ამოცანა არის ასევე, რომ ინფრასტრუქტურა რა სახით უნდა აღდგეს, შესაძლებელია თუ რა აღდგეს, ან მოინახოს ალტერნატიული გზა, ისიც უნდა გაისინჯოს თქვა სატრანსპორტო სისტემა, უძლებს თუ არა ამ გზის გარეშე ქალაქის სატრანსპორტო სისტემა. მესამე გრძელვადიანი ამოცანა არის ის, რომ როგორ განვითარდეს და რა პრინციპებზე განვითარდეს შემდგომ ესეთი საკითხების გადაწყვეტა, ინფრასტრუქტურული პროექტების გადაწყვეტა. ასევე მიმდინარე საკითხები იდგა, რა თქმა უნდა, იგივე ზოოპარკის თემაზე გაიჟღერა საუბარმა, იგივე მოსახლეობის გაყვანის თემაზე, განსახლების თემაზე, ისევე მოწყობის საინჟინრო ნაგებობების, რომელიც აუცილებელია მოკლე ხანში გაკეთდეს, რადგანაც ბევრ შენობებს გამოურეცხა ძირი წყალმა და საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში არიან პატარა ბიძგების დროსაც კი შეიძლება კატასტროფული შედეგი მივიღოთ. აი ეს ამოცანები და გასახლება საბოლოოდ უნდა ველოდოთ. დიახ, ამაზე დაისახა გეგმები, დაევალა სათანადო პირებს, რამდენადაც ვიცი ხვალე გრძელდება კიდე მერიაში. დიახ, ყველაფერს. აი ამ ამოცანების გადასაწყვეტად და რა თქმა უნდა საბოლოოდ ჩამოყალიბდა შემდეგ პროექტებში, უკვე არქიტექტურულ პროექტებში, გეოლოგიურ პროექტებში, ყველა კვლევების საფუძველზე შეიქმნას მერე ჯგუფი, რომელიც იმუშავებს და გადაწყვეტავს იმ პრინციპებს, რა პრინციპებით უნდა გაკეთდეს ის ინფრასტრუქტურული პროექტი, ანუ გზა, სარეკრეაციო ზონა, პარკი და ასე შემდეგ, რაც იქნება მოწყობილი. ანუ ფიქრობთ, რომ იმ ტერიტორიაზე უნდა გაშენდეს პარკი, სარეკრეაციო ზონად უნდა გამოიყენოს? ფიქრობ, რომ აუცილებლად რაღაც ნაწილში იქნება სარეკრეაციო ზონა და იქნება პარკი, რა სახით, როგორ, რა დონეზე, რა ნიშნულებზე, ამას გვაჩვენებს უკვე სამუშაოების და კვლევის შემდეგ დადებული დოკუმენტაცია. სად რისი მოწყობა შეიძლება? რა ვადაში უნდა ველოდოთ ამ? ეცეთ რა გეგმა არის დასახული, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდეს, ყოველ შემთხვევაში პირველი რიგის ამოცანები გადაწყდეს, ასევე უსაფრთხოების სისტემების განთავსება და დაყენება, რომელიც ხეობაში უნდა დადგეს და არა მარტო ალბათ ამ ხეობაში, ალბათ სხვა საშიშროებები არის სხვა ხეობებში, რომელიც იქნება მაუწყებელი, მთელი სისტემა არის აწყობილი ამაზე, საზღვარგარეთ ევროპის გამოცდილება როგორც გვაჩვენებს, ეს დაკავშირებულია მობილური ტელეფონებით, მოდის სიგნალი ტელევიზიებში, მიდის კოდური სიგნალები, ასევე ხდება მოსახლეობის გაფრთხილება, ინსტრუქტაჟი წინასწარ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს, კი? ამერიკაში, იაპონიაშიც ეს არის სხვადასხვანაირად განხორციელებული. კი ბატონო გივი, ძალიან ბევრი კომისია შექმნილა, ბევრი კომისია გვახსოვს, იგივე სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა მათ არსებობას ზოგადად შემდეგ უკვე ნელ-ნელა ივიწყებენ. თქვათ, რამდენად იქნება ეს კონკრეტული კომისია ქმედუნარიანი და ამავდროულად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღები და გამტარი? დიდი მადლობა მოწვევისათვის. ჩვენი ინსტიტუტის გამოცდილება დაახლოებით არის 86 წლის და თითქმის 50% ჩვენი ინსტიტუტის რეკომენდაციები ყოველთვის იყო გათვალისწინებული. ინსტიტუტი, რომელიც იკვლევს ბუნების სტიქიურ მოვლენებს და ახდენს როგორც პროგნოზირებას, ასევე სახავს მის საწინააღმდეგო საინჟინრო ეკოლოგიურ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, უნიკალური მსხვილმასშტაბიანი ლაბორატორიული მოდელირებით, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ერთადერთია. ამიტომ, როდესაც დაისახება
გარემოს დამცავი ღონისძიებები განხორციელდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობების განხორციელებით. ჩვენ შევთავაზეთ დღევანდელ სხდომაზე ბატონ პრემიერს, რომ მოხდეს ამ ღონისძიებების მსხვილ მასშტაბიანი მოდელირება, რომლითაც დასტურდება საპროექტო მაჩვენებლების სწორია თუ არ არის სწორი. ეს მოგცემს საშუალებას მცირე ეკონომიკური დანახარჯებით გავზარდოთ ჩვენ გარემოს დამცავი ნაგებობების საიმედობა, შევამციროთ რისკები, რაც დიდ ეკონომიურ ეფექტს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება კონკრეტულად მდინარე ვერეს კალაპოტის რეგულირებას, აქ როგორც ბატონმა მერევემ განაცხადა, აქ იყო წერტილოვანი, ასე ვთქვათ, სტიქიური მოვლენები, ჯამში რამდენიმე გაერთიანებული, მაგრამ ძირითადი მიზეზი მაინც არის ღვარცოფი. ამ ღვარცობის რეგულირებისათვის ჩვენ შევთავაზებთ კომისიას სხვადასხვა საინჟინრო ღონისძიებებს, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეიძლება ვარეგულიროთ არა მარტო ღვარცოფები, წყალდიდობები, ასევე ის მყარი მასა ხის ჩანართების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს არასდროს მდინარე ვერეს. რას გულისხმობთ არეგულიროთ? ეს ხდება კალაპოტის, ესე იგი, ჩვენ გავატაროთ ქალაქის მიმართულებით მხოლოდ წყალდიდობის ხარჯი, რომელიც გაატარებს ეს გვირაბები, დანარჩენი მსხვილი მასალა, ხეტყი, რაღაცა დარჩება ამ ნაგებობის ზედაბიებში, რომ არ მოხდეს ჩახერგვა. გვირაბებს მოგვიანებით, კი ბატონო, აუცილებლად დაუბრუნდებით, მანამდე ქალბატონო ნინო, ამ კომისიაში შედიან ადამიანები, რომელთა ძალიან დიდი ნაწილის შეიძლება ითქვას პირდაპირ უკვე და ღიად, რომ პოზიცია, იგივე ვთქვათ, ვაკე საბურთალოს გზის დაგეგმარებისას არავის გაუთვალისწინებია. რატომ ფიქრობთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით მოხდება მათი პოზიციების შეჯერება და გათვალისწინება? მოგესალმებით. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ უწყებათა შორისო კომისიამ უკვე რეალურად, რადგან მიგითხეთ, რომ გაითვალისწინებს თუ არა და იმოქმედებს თუ არა ეს კომისია, პირველი პრიორიტეტები ნამდვილად იყო ადამიანთა უსაფრთხოება. ამ მიმართულებით უკვე მუშაობა დაწყებული, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს დაევალა რეალურად და უკვე ეს ამუშავება დაწყებული. რას გულისხმობ, მაშინ აი საზოგადოების გასაგებ ენაზე ვთქვა, შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსალოდნელია თუ ვინც დექია. ანუ რეალურად ეს უზრუნველყოფს იმას, რომ პრევენციას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მეორჯერ არ მოხდეს ადამიანთა მიმართ ადამიანის უსაფრთხოებასთან მიმართ კითხვის ნიშნის დასმა. ეს უკვე დაწყებულია. ეს კონკრეტული სამუშაოება, რომლებიც ჩატარებელი იქნება გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, ძალიან ესეთ საზოგადოების გასაგებ ენაზე რო აუხსნა ელარმ ქართულად ესეთ შეტყობინების ხმოვანი სიგნალი დანადგარები არსებობს, რომელიც მეტეოროლოგები ამას კარგად ფლობენ, რომლებიც პირდაპირ ანუ აწოდიან ინფორმაციას აი ამ საფრთხის შესახებ და როგორც წესი ხდება ევაკუაციის გზა. ეს სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველი ეტაპი რაც მეორე რაც კომისიამ აგრეთვე ასე ვთქვათ დავალების სახით გასცა და ესეც უკვე დაწყებულია მერიის სამსახური კონკრეტული ამ სამუშაოებს, ეს არის განსახლების გეგმა, რომელსაც უკვე მუშაობს კონკრეტული სამსახური მერიის სტრუქტურაში, ხოლო მესამე ეს იყო რეალურად გადაწყვეტილება ამ გზასთან მიმართებაში. უნდა დარჩეს ეს გზა თუ რეალურად უნდა იყოს სახესველი. ასთა სხვაობები ძალიან ბევრი არსებობს, თუმცა აღნიშნა რომ დღეს პოზიციის დასახელება კონკრეტულად ამასთან მიმართებაში ცოტა ნაადრევი პოზიცია იქნება ესეთი, ჩემი შეხედულება ესეთია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა შეხედულება გამომდინარე ამას კვლევა ჭირდება. ზუსტად ამიტომ დაინიშნა მეორე სხდომა, ანუ დღეს ზუსტად კარგად გამოჩნდა, რომ არის ასთა სხვადასხვაობა. დაინიშნა მეორე სხდომა და ეთხოვა ყოველივე კომპეტენტურ პროფესიონალს, ვინც ამ საკითხში არის კომპეტენტური, რომ მან წარმოადგინოს მისი შეხედულება, ეს შეჯამდეს და შემდგომ კომისიას წარადგინოს როგორც გადაწყვეტილება. ანუ ეს უნდა მოხდეს როგორც გზის რემონტი დროებით, ანუ პირველადი სამუშაოები და მეორადი სამუშაოები, ანუ პირველადი პროგრამა და მეორადი პროგრამა, უფრო ესე დავარქვევდი ამას. პირველადი თავის თავში უნდა გულისხმობდეს თუ არა, რომ ის გზა რეალურად უნდა ასე ვთქვათ, რეაბილიტაციის სახით წავიდეს და ოღონდ მომდევნო რეკონსტრუქციის სახით. ანუ ამას გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღე მოგვეცა, ასე ვთქვათ, რადგან მივაწოდოთ კომისიას კონკრეტული გადაწყვეტილების გზა და ეს გზა არჩეულ უნდა იქნეს კომპეტენტური პროფესიონალი ხალხის მიერ. კი ბატონო, ბატონო დიმიტრი, კომისიას ჯერ ბუნებრივი არ მეუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა იგივე ვთქვათ, თბილისის მერის პოზიცია უკვე ვიცით, მოკლევადიან პერსპექტივაში რომ უნდა აღდგეს გზა, მოხდეს მისი რეაბილიტაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში კი უნდა მოხდეს მისი გადაკეთებაზე უნდა იზრუნოს ზოგადად. ვთქვათ, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ? იცით რა, ეს მე მგონი აზრი გამოთქვა ეს ქალაქის თბილისის მერმა, ეს გადაწყვეტილება ზუსტად იმიტომ ბრძანა ქალბატონმა, რომ 2 დღის
ვადა მიეცა ამ კომისიას, რომ ამაზე მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება, იქნება თუ არა. ის დავალებაც გაიცა, რომ გაისიჯოს სატრანსპორტო ქსელი იმ შემთხვევაში, თუ თქვა ეს გზა არ იქნება, როგორ იმუშავებს და დავდგებით თუ არა კოლაფსის წინაშე ან გაატარებს თუ არა ეს მოძრაობა. ხარჯთან არ იქნება ეს დაკავშირებული. იცით რა, ხარჯთან რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, თუ ამან გამოიწვია ამ გზის უქონლობამ კოლაფსი, მაშინ რაღაცა ხარჯზე, რაღაცის სამართლოდ უნდა გამოიწვევს კოლაფსი. აუცილებლად გამოიწვევს კოლაფსი, თუმცა ამას ბევრი ტრანსპორტის ანუ კომპეტენტური პირები ამას გვიდასტურებენ, თუმცა აღნიშნები და მეორე თანხას გამოიწვევს თუ არა ამ კითხვას შევსვათ, იქ მინდა აღვნიშნო, რომ კოლაფსი, რომელიც პირდაპირ მოსახლეობამდეა დასული, ის ანალოგიური ხარჯია აგრეთვე ოღონდ მოქალაქისთვის. აქედან გამომდინარე ძალიან კარგად აიწონოს ამ შემთხვევაში პრიორიტეტები. რა თქმა უნდა, გამოიწვევს ორმაგ ხარჯს, იმიტომ რომ დასკვნა დაიდეს და აქედან გამომდინარე ეს იქნება რეალური პრობლემა. დასკვნების სახით, რასაც გულისხმობთ, იმიტომ შეჯერდა და უცებ დაიძახა ყველა კომპეტენტური ადამიანი, რომ იმის დრო დღეს გამომდინარე მდგომარეობიდან ნამდვილად არ არსებობს, რომ ეს იყოს გრძელვადიანი პროცესი, ამიტომ ჩაერთო ყველა ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია კომპეტენტური აზრის გამოთქვა და გადაწყვეტილების მიღება. ასე თქვა, თავი ეს არის კომისია, ხოლო ის კომპეტენტური ხალხი, ვინც ამაზე აზრის გამოთქვის საშუალება შეუძლია, ყველა შეკრებილია, გადაწყვეტილება დროულად და ოპერატიულად არის მისაღები, იმიტომ რომ ხა შეგვეშველა თუ გინდა ის პერიოდი, რომ მოდის ზაფხული და შეიძლება თქვა გადაგორდეს ეს პერიოდი, თუმცა გამოდის სექტემბერი, ოქტომბერი და რეალურად ეს დამაკავშირებელი გზის არ ქონა, უკვე ძალიან ბევრჯერ გაიჟღერა სხვადასხვა პროფესიონალის უნდა საკმაოდ საშიშროებას წარმოადგენს იმას, რომ დიდ კოლაფს მიიღებს. ხარჯი ამ ეტაპზე დათვლილია. თუმცა გზის აღდგენა ბოდიშ ვიხდი დავამატებ მინოსთან აუცილებელი პირობა ჩემის აზრით არის იქნება ერთი რამე. უსაფრთხოების სისტემა უნდა მუშაობდეს აუცილებლად და გამართულად. იმიტომ რომ დაიწყეს მუშაობა, მუშავდება, ეს უნდა იყოს გამართული, თუნდაც დროებით გზის აღდგენის შემთხვევაში და რა თქმა უნდა ეს გამაგრებით სამუშაოები მინიმუმ რაც საჭირო არის. ეს არის მინიმუმ რაც უნდა გაკეთდეს, თუნდაც დროებით აღდგეს ის გზა. მაგრამ მე მგონი საერთო აზრიც იქითკენ მოდის, რომ თუ აღდგება კიდევაც ეს გზა, ის იქნება დროებითი მოვლენა. მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ ყველა ერთხმად თავდება, რომ ამ პროფილით, ამ განლაგებით ეს გზა თუნდაც წინასწარი შესწავლის და სანამ მონაცემების დაიდება, შეიძლება ითქვას, რომ არასწორად არის. თავიდან პრინციპი იყო არასწორად სამზგაყვანის და იმ დინარის კალაპოტის შეცვლა და ასე. კალაპოტთან დაკავშირებით მინდა ბატონო გივი თქვენ კითხოთ ამჯერად დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ ამ კალაპოტთან მიმართებაში, იგივე კოფრირებულ გვირაბებთან მიმართებაში, ამბობენ რომ მის დიამეტრი და ზოგადად მოცულობა გაცილებით მცირეა, ვიდრე 58 წელს აშენებული გვირაბები, ფაქტობრივად ნახევარი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კითხვა. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით? თქვენი პოზიცია როგორია? დღეს ჩვენ შევთავაზეთ სახელმწიფო კომისიას, რომ დროებით გავაკეთოთ ჩვენ საინჟინრო-ეკოლოგიური ღონისძიებები. ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც ხელშეუშლის შემდგომ ღვარცოფის ჩამოყალიბების შემთხვევაში ამ გვირაბში მოხდეს ის მყარი მასალა და ის ხე მასალა, რომელიც გამოიწვევს ეს გვირაბების ხელმეორედ, ასე ვთქვათ, გაჭედვას. აღნიშნული მიმართულებები ჩვენ უკვე შევისწავლეთ, ჩვენ ჩავატარეთ საველე სამეცნიერო კვლევები მდინარე ვერეს კალაპოტში და მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, ეს უკვე იქნება ხვალ მომზადებული იქნება ზოგადი დასკვნები და რეკომენდაციები, მათ შორის პრევენცია, რა უნდა გაკეთდეს ამ მდინარე ვერეს კალაპოტში დროებითი ნაგებობები, საკმაოდ ეს რესურსმზოგი ნაგებობები არის მეორადი მასალის გამოყენებით, რომელიც მისცემს საშუალებას ინჟინერ ჰიდროტექნიკოსებს, გეოლოგებს, რომ მოიფიქრონ შესაბამისად კაპიტალური ტიპის ნაგებობის მშენებლობა, რომელიც მდინარე ვერეს დაარეგულირებს. აღნიშნული საკითხი დასკვნა მე ალბათ ხვალ შეუთანხმდები ბატონ დავით ნარმანიას, ხვალ მივფრინავ ტოკიოში, სადაც იმართება მსოფლიო ვარცოფების მე-6 კონფერენცია და აღნიშნული საკითხს მე გავხდის საჯაროდ მსოფლიოს 56 ქვეყნის სპეციალისტებს შორის და შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებს მე ჩამოვიტან, გავაცნობ სახელმწიფო კომისიას და გამოვიყენებთ მათ რეკომენდაციებს და ჩვენ ალბათ დავამარცხებთ სტიქიას. ალბათ დავამარცხებთ სტიქიას. რისკები მაინც არსებობს. ქალბატონო ნინო, თქვა უფრო კონკრეტულად რო გითხრათ რა დროში უნდა დაიდოს კომისიამ საბოლოო დასკვნა და ამავდროულად საუბარი იყო უცხოელი სპეციალისტების ჩართვაზე, პროცესში ჩართვაზე, თქვა ვინ იქნებიან ისინი თუ იცით უკვე კონკრეტულად და როდიდან ჩაერთვებიან პროცესში? კომისიის დასკვნას უფრო არ დავარქვევდი გადაწყვეტილებას, დავარქვევდი ამ შემთხვევაში, რომელიც პროფესიონალების მიერ დასკვნიდან წარმოდგენის სახით უნდა მოხდეს. ეს თითოეულ პროფესიონალს თავის მხრივ ჩართვა
ჩართულები არიან როგორც აღნიშნა თავისუფლად ჩართეს პროფესიონალები, უცხოელი პროფესიონალები, რომლებიც ეხმარებიან ასე თქვა და გვერდში უდგანან რომ გამოიტანონ რეალურად შედეგობრივად ის კვლევები და ის დასკვნები, რომლებიც ძალიან საჭიროება კომისიას და ეს მსჯელობა გაიხსნას არა მარტო ნაწილობრივად უკვე აიღნიშნა რომ რეალურად და იმიტომ აღმოჩნდა ეს არ არის ჩვენ ანუ სახელმწიფოს მხრიდან ეს არ იქნება დასკვნა, სწორედ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, ეს იქნება გადაწყვეტილება და არა დასკვნა. წარმოდგენილი დასკვნის სახით მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე აღმოჩნდა რომ პირველი ორი კი აბსოლუტურად დაწყებულია. ეს იყო ხვალ მიემგზავრება ტოკიოში. სხვა დანარჩენი თუ შეგიძლიათ სხვა დანარჩენთან დაკავშირებით. კონკრეტულ შეიძლება რომ ჩავერთოთ საუბარში. მე მომართეს უკვე რუსეთიდან სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ჰიდროლოგიის ინსტიტუტმა, რომელიც კალაპოტური პროცესების ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახლავთ ჩვენი თანამემამულე ზურაბ კოპალიანი. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ეს გახლავთ ნობელის დიპლომატი. ასევე მოგმართა მერილენდის უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელმაც გააკეთა პენტაგონის უსაფრთხოების რისკი შეაფასა, ასევე შეაფასა ოკეანის შტორმი, რომელიც ნიუ-იორკს დაატყდა, ასევე ჩაერთვებიან ავსტრიის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების, ისრაელის სპეციალისტები და საერთოდ ჩვენი ინსტიტუტი, რომელსაც აქვს 86 წლის გამოცდილება, ურთიერთობა აქვს უკვე 22 მსოფლიოს ქვეყანასთან. ამიტომ ეს საერთაშორისო დონეზე იქნება მომზადებული ჩვენი დასკვნა, რა თქმა უნდა, იქნება იქ ჩართული ფიზიკური ლაბორატორიული მოდელირება, რომელიც კიდევ აღნიშნავ ერთ-ერთი უნიკალური ლაბორატორია მთელ სამხრეთ კავკასიაში. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს შეკითხვებს დღევანდელი შეკრების მონაწილეები, არქიტექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე დიმიტრი მოსულიშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ხოღობერიძე და წყალმეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ინჟინერ ჰიდროტექნიკოსი გივი გავარდაშვილი პასუხობდნენ. ეს 2030-ია, მე მაკაცინცაძე ვარ და ხვალამდე უკაცრავად ორ შაბათამდე გემშვიდობებით. დროებით.